შეგვიძლია დავიწყოთ, მეგობრებო. გამარჯობათ. მოგესალმებით. იმედია თავს კარგად გრძნობთ. დღეს უნდა გავხსნათ კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის მაისის სესია და ჩვენი პირველი სტუმარი გახლავთ ბატონი ბეჟან ხორავა. დიდი სიამოვნებით და განსაკუთრებული სიხარულით წარმოგიდგენთ მას. ბატონი ბეჟანი გახლავთ ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორიულ-იურიდიული ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით, გახლდათ საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, სადაც პროფესორ თამაზ ბერაძის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია თემაზე ოდი-აფხაზეთის ურთიერთობა მე-15-მე-18 საუკუნეებში. ბატონი ბეჟანი 1994 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, იგივე სოხუმის უნივერსიტეტში. გახლავთ ამ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის წევრი. ბატონი ბეჟანის კვლევითი ინტერესების სფერო გახლავთ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორია. არის 100-მდე ნაშრომის ავტორი, მათ შორის 10-ზე მეტი მონოგრაფიის და მისი სტატიები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, თურქულ ენაზე. აფხაზეთის დევნილ მთავრობას აქვს ესეთი პრემია, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია, რომელიც გახლავთ უმაღლესი ჯილდო, რომელსაც ეს ინსტიტუცია გასცემს და ბატონი ბეჟანი გახლავთ გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემიის ლაურეატიც. და მე ძალიან მიხარია ხოლმე, რომ ბატონი ბეჟანი საკუთარი თავის წარდგენას ესე იწყებს ხოლმე და მეც გამოვიყენებ ამ იმას, რომ არის სოხუმელი. და ესეც განსაკუთრებული გარემოებაა ჩვენ შემთხვევაში და ესეც განსაკუთრებით გვახარებს ჩვენ. ბატონი ბეჟანი ჩერქეზულ, აფხაზურ კულტურას ძალიან კარგად იცნობს, ქართულ-ჩერქეზულ ურთიერთობებს ძალიან კარგად იცნობს, სწავლობს მუჰაჯირობის თავგადასავალსაც და ასე შემდეგ და დღეს ჩვენ შევარჩიეთ ასეთი თემა ლექციისთვის. ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობები შუა საუკუნეებში. მე მგონია, რომ ეს პერიოდიზაცია და დაკონკრეტება თემის განსაკუთრებულ ხიბლს შეცდენს ამ ლექციას, იმიტომ რომ უფრო დროის გარკვეულ პერიოდში იქნება მოქცეული და ყველაზე აქტიური, როდესაც იყო, შეიძლება ითქვას ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობები და ინტენსიური იმ ეპოქას გაგვაცნობს. აქვე მე მინდა მივესალმო საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებს, თელავს და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე ზუგდიდის ბიბლიოთეკას. ამასთანავე, რა თქმა უნდა, გულითადად მივესალმები ჩვენს რიგით მსმენელებს, ანუ რომლებიც რომელიმე წრეში არ არიან გაწევრიანებული მათ და დიდი სიამოვნებით ველოდები მათ შეკითხვებს აქ YouTube-ის ჩატში და სხვადასხვა მესენჯერებში. მე მზად ვარ, რომ შეძლების დაგვარად თქვენი მონაწილეობა ამ ლექციაში უზრუნველყო. მაგრამ რაც მთავარია, უპირველეს ყოვლისა თქვენ მოგესალმებით თბილისში იორგ ჰენლეს სახელობის აუდიტორიაში შეკრებილ ხალხს. ეხლა გავჩუმდები, დროს ვინიშნავ, 50 წუთი დაახლოებით 1 საათი ექნება ბატონ ბეჟანს თავისი მოხსენებისთვის და შემდეგ უკვე გადავალთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის. დიდი მადლობა ბატონ ლევან წარდგენისათვის, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო არის კავკასიურ სახლში სტუმრობა და დღესაც. მე მოგესალმეთ ერთხელ, მაგრამ კიდევ მინდა მოგესალმოთ და მინდა მოგესალმოთ ჩერქეზულად, შეიძლება ქალბატონმა თამარ უჯუხუმ დამიწუნოს ცოტა გამოთქვა, მაგრამ მაინც შუმაფეშჩუ. რახან ჩვენი საუბარი ჩერქეზით შეეხება. აქედან გამომდინარე მინდოდა მოგესალმებოდით და ჩერქეზული სიტყვა გაჟღერებულიყო აქ. ჩერქეზულ ქართული ურთიერთობები მართლაც მრავალსაუკუნოვანია და შეიძლება ითქვას, რომ ამაში ძალიან ბევრი არის დადებითი
უარყოფითიც არის, რახან ჩვენ მეზობლები ვიყავით, მოგეხსენებათ ეს ადამიანებს შორის ურთიერთობაც, აი მეზობლებთან ზოგჯერ არის დადებითი, ზოგჯერ უარყოფითი, ზოგჯერ რაღაცა ჩრდილი ადგება ამ ურთიერთობებს, მაგრამ მეზობელი არის მეზობელი და შეუცვლელი არის ეს მეზობლობა და ყოველთვის ჩვენ მეზობლის გვეიმედება ადამიანებს ვიდრე შორიდან ჩვენი ახლო ნათესავის და ასე შემდეგ და ყოველთვის მეზობლები გვიმართავენ ხელს. და ასეთი არის ერებს შორის ურთიერთობაც, ქართველებსა და ჩერკეზებს შორის ურთიერთობა. ერთხელ ნოდარ დუმბაძისთვის უკითხავთ ასეთი ნოდარ დუმბაძეს უпроსორად უკითხავს ასეთი რამ მეგობარ ისტორიკოს ვკითხეო ქართველებსა და აფხაზებს შორის რამე განსაკუთრებული ასე თბილი ურთიერთობების შესახებ თუ შეგიძლია რამე მითხრაო და ხრები აიჩეჩაო და კითხვა გამომეორეო და რატომ რამე უარყოფითი არ მახსენდებაო და აქედან გამომდინარე ეს კარგი და რაღაცა როგორ გავიხსენოო ესე იგი იმდენად ჩვეულებრივი იყო ეს ურთიერთობები ქართველებსა და აფხაზებს შორის და იგივე შეიძლება ითქვას ქართველებსა და ჩერკეზებს შორის და ვეცდები აი ამისი მაგალითები მოგიყვანოთ დღეს ამ ურთიერთობების შესახებ მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც კონსტანტინე გამსახურდია დიდი ქართველი მწერალი აღნიშნავდა რომ მან მე ვწუხარო იმის გამო რომ მრავალი ენა შევისწავლიო ჩემი ახალგაზრდობის წლებშიო მაგრამ სამწუხაროდ აფხაზურსა და ჩერკეზულს რომ ეს ამ ხალხების ენა რომლებიც ჩვენთვის ყველაზე უფრო ახლობელნი არიანო კავკასიაში სამწუხაროდ ვერ დავეუფლეო და ამის გამო წუხდა ესე იგი ჩერკეზულისა და აფხაზურის გამო რომ ვერ დავეუფლა ამის გამო წუხდა ახლა რაც შეეხება ჩერკეზებთან ურთიერთობებს ჩერკეზები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ცხოვრობდნენ ჩვენს გვერდით, ქართველების გვერდით და ესეთი ურთიერთობები ჰქონდა, მეგობრული, მეზობლური ურთიერთობები. საიდან გვემეზობლებოდნენ ჩერკეზები? ჩერკეზები მოგეხსენებათ დღეს ცხოვრობენ ყუბანის აუზში და ცენტრალური და კავკასიონის ჩრდილოეთით იმიერ კავკასიაში. აგრეთვე შავი ზღვის სანაპირო ზოლში, მაგრამ დღევანდელი საცხოვრებელი არეალი ჩერკეზებისა არის ძალიან შემცირებული. საქმე იმაშია, რომ მე-19 საუკუნის შუა ხანებში და მეორე ნახევარში ჩერკეზების ძალიან დიდი ნაწილი გადაასახლა რუსეთის ხელისუფლებამ იძულებით გაასახლა ოსმალეთის იმპერიაში, რის გამოც მათი რაოდენობა კავკასიაში შემცირდა და ძალიან შემცირდა. ძალიან შემცირდა ისე რომ ძალიან მცირე რაოდენობა დარჩა ჩერკეზებისა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლში რომ ცხოვრობდნენ ჩერკეზები, მათი სახელი ქართულ საისტორიო წყაროებში ჯიქების სახელით არის ცნობილი. აქ ვთქვი ქართული საისტორიო წყაროები მეთქი და ქართული საისტორიო წყაროები და განსაკუთრებით ქართლის ცხოვრება რომელიც წარმოადგენს ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს უმთავრეს წყაროს. ამასთანავე წარმოადგენს კავკასიელი ხალხებისა და მათ შორის ჩრდილო კავკასიელი ხალხებისათვის ისტორიის უმთავრეს წყაროს. მათი ისტორია გარკვეულწილად ასახულია ქართლის ცხოვრებაში. გარკვეულწილად იმიტომ, რომ ის იქმნებოდა სპეციალური მიზნით, რომ საქართველოს ისტორია, ქართველთა ცხოვრება გადმოეცა მას და აქედან გამომდინარე, ვისთანაც ქართველებს ჰქონდათ ურთიერთობა, ასახვას პოვებს ქართლის ცხოვრებაში და საგანგებოდ არ შექმნილა სამწუხაროდ ისეთი თხზულება, რომელიც ჩრდილო კავკასიის ხალხებისა და მათ შორის ჩერკეზების შესახებ საგანგებოდ იქნებოდა შექმნილი. ესე იგი ვთქვით, რომ შავი ზღვისპირეთში მცხოვრები ჩერკეზები ქართულ საისტორიო წყაროებში თავდაპირველად ჯიქების სახელით იხსენიებიან. ჯიქები ვიწროდაც იხსენიებიან, ვიწრო მნიშვნელობით გამოიყენება ეს ტერმინი და ფართო მნიშვნელობით გამოიყენება. ჯიქები ცხოვრობდნენ აფხაზეთის, უშუალოდ აფხაზეთის, საქართველოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის ისტორიული მხარის ჩრდილო-დასავლეთით, უშუალო მეზობლად. მაგრამ იმ დროზე, როდესაც შესავლის სახით მინდა ამის შესახებ ვთქვა, რომ
ცხოვრობდნენ შავი ზღვისპირეთის შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ აფხაზეთის მოსაზღვრით საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ეს შავი ზღვისპირა სანაპირო ზოლი არის ძალიან ვიწრო ზოლი, სადაც ადამიანის ცხოვრება შეიძლება. მთები უშუალოდ ზღვას ადგება. ამიტომ არის ვიწრო სანაპირო ზოლი, სადაც ცხოვრობდნენ ანტიკური ხანიდან მოკიდებული ჯიქები. მაგრამ ამ ჯიქების სახელის ქვეშ იგულისხმებიან საკუთრივ ჯიქებიც ქართულ წყაროებში და იგულისხმებიან სხვა ჩერქეზული ტომებიც, რომლებიც გაერთიანებული არიან, ან დაფარულია მათი სახელი ჯიქების სახელწოდების ქვეშ. ამ ჯიქებსაც ერთ-ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი ჩერქეზებისა ჯიქებიც იძულებული გახდნენ მე-19 საუკუნეში უბიხებთან, შაბსუღებთან, ნათხვაჯებთან ერთად, რომლებიც შავი ზღვისპირეთში ცხოვრობდნენ, იძულებული გახდნენ გადასახლებულიყვნენ ოსმალეთის იმპერიაში და ჯიქები სხვა ჩერქეზთა ეთნოგრაფიულ ჯგუფებს შეერწყნენ. მათი შთამომავლების ერთი ნაწილი დღემდე ცხოვრობს ბათუმსა და მის შემოგარენში აჭარაში და ისინი უკვე აფხაზებად იწოდებიან. აფხაზებთან, გვიანდელ აფხაზებთან მათ ძალიან ახლო კონტაქტები და ურთიერთობა ჰქონდათ და ამის გამო. ახლა რაც შეეხება რა დროიდან იხსენიებიან ჯიქები ქართულ საისტორიო წყაროებში შავი ზღვისპირეთში მცხოვრები ჩერქეზები იგივე. პირველი საუკუნის 70-იანი წლებიდან და მოთხრობილია ქართლის ცხოვრებაში ასეთი ამბავი, რომ ქართლის მეფეებს აზორკ და არმაზელს და ეს აზორკ და არმაზელი ორი მეფე რატო იხსენიება ამ ერთ მოვლენასთან, ერთ ამბავთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ ქართლის სამეფო გაყოფილი იყო ორ ნაწილად, მტკვრის ჩრდილოეთი და მტკვრის სამხრეთი ნაწილი და მტკვრის სამხრეთი და მტკვრის ჩრდილოეთი ნაწილის ქართლის მეფეები შეკავშირდნენ ასევე ჩვენი მეზობელი უძველესი დროიდან ჩვენი მეზობლები სომხების წინააღმდეგ, სომხეთის წინააღმდეგ და დახმარება სთხოვეს ჩერქეზებს და სხვა კავკასიელებს, დაღესტნელებს და სხვა კავკასიელებს და აი ბრძოლაში, აი პირველი საუკუნის 70-იან წლებში ქართულ მეფეებს მხარს უჭერდნენ ჯიქების დაქირავებული ლაშქარი მონაწილეობდა ამ ბრძოლაში, რომელიც აი ქართულთა და კოალიციური ლაშქრის გამარჯვებით დასრულდა. შემდეგ უკვე ქართლის ცხოვრებაში ჯიქების შესახებ საუბარი არის ვახტანგ გორგასლის ჩრდილოეთ კავკასიაში ლაშქრობასთან დაკავშირებით. შეიძლება გახსოვთ თქვენ ისტორიიდან, რომ ვახტანგ მეფემ ჩრდილოეთ კავკასიაში რომ ილაშქრა ოსების წინააღმდეგ, უпростоრად ესენი ხუნები და ეს ტომები იყვნენ, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ბინადრობდნენ და მათ წინააღმდეგ ლაშქრობა ვახტანგ გორგასლის გამარჯვებით დასრულდა არაგვის ხეობით და თერგის ხეობით ჩრდილოეთით, შემდეგ დასავლეთისაკენ წავიდა და ამ შემთხვევასთან დაკავშირებით არის აი იალბუზის მთისწინეთში გაიარა ვახტანგ გორგასლის ლაშქარმა და აფხაზეთიდან შემოვიდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და ასე. ამასთან არის დაკავშირებული ჯუანშერიანი არის ავტორი ქართლის ცხოვრებაში შემავალი თხზულებისა, რომელიც მოგვითხრობს ვახტანგ გორგასლის ცხოვრებისა და მოქალაქეობის შესახებ, როგორც იქ არის სათაურში აღნიშნული ამ თხზულებისა და იქ აღნიშნულია, რომ ვახტანგმა მოსტყვევნა პაჭანიკეთი და ჯიქეთი და შემდეგ საუბარია, რომ შემდგომად მრავალი წლის შემდეგ იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი თურქთაგან, პაჭანიკნი წარვიდეს დასავლეთ კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკვიდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა. ერთი საინტერესო გარემოება აქ სიტყვას მოყვა, უბრალოდ არ ვაპირებდი ახლა ძალიან დიდი ყურადღების დათმობას ამაზე, მაგრამ ამ ლაშქრობაზე. ესე იგი ვახტანგმა ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში და ქართლის ცხოვრებაში არის გვიანდელი ჩანართებით. მათ შორის ამ შემთხვევაშიც გვაქვს ასეთი გვიანდელი ჩანართი პაჭანიკებთან დაკავშირებით. პაჭანიკები იმ დროს, როდესაც ვახტანგ მეფე ჩრდილოეთ კავკასიაში ილაშქრა, მაშინ პაჭანიკები იქ არ ცხოვრობდნენ უბრალოდ. ეს არის მე-11 საუკუნეების რეალობა, როდესაც პაჭანიკები იქ ცხოვრობდნენ და წარვიდნენ
დასავლით კერძო დასავლეთისაკენ წარვიდნენ პაჭანიკები ევროპის ტერიტორიისაკენ, ევროპისაკენ. ხო და ჯიქები დაემკვიდრნესო ბოლოსა აფხაზეთისასა. ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ ჯიქების დამკვიდრება ბოლოსა აფხაზეთისასა რაღაც ისტორიულ მოვლენასთან არის დაკავშირებული კონკრეტულად თურქული მოდმის ტომების მოწოლასთან. ეს ანტიკურ ხანაში და გვიან ანტიკურ ხანაში სკვიტური, სარმატული ასეთი ეთნიკური ჯგუფების მოძალებას ჰქონდა ადგილი და ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება სხვადასხვა ტერიტორიაზე და ამ შემთხვევაში ჯიქები დამკვიდრდნენ შავი ზღვისპირეთში. ხო, ბარიმ იმასაც ვიტყვი, რომ ჯიქების შავი ზღვისპირეთში ცხოვრება ფაქტია ძველი და ახალი ერის მიჯნიდან, რადგან მათ იქ იხსენიებს სტრაბონი, ძველი და ახალი ერის მიჯნის ისტორიკოსი და გეოგრაფოსი. ხო, ესე იგი ვახტანგ მეფესთან მიმართებაში ჯიქების ხსენება იქ ჩანართი არის, ეს წინადადება მიღებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში. ამბავს ყვება ისტორიკოსი ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებით და შემდეგ არის ჩანართი, რომ ეს ის ჯიქები არიან, რომლებიც დაემკვიდრნენ ბოლოს აფხაზეთისასა, თუმცა იქ პერიოდი არ არის აღნიშნული, როდის დაემკვიდრნენ. ხო, შემდეგ რომ მივყვეთ, ესე იგი ჯიქების ან ჩერქეზების ცხოვრების შესახებ მე მოვიტანე ამ მონაწერი, უბრალოდ ეს ციტატებიც რო გაჟღერდეს, აქ წიგნიც მოვიტანე პაპუნა ორბელიანისა, ცოტა გვიანდელ ვითარებას შეეხება. ერთი პერიოდი ჯიქები საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში ცხოვრობდნენ. საქართველოს სახელმწიფო შეიქმნა მოგეხსენებათ ბაგრატ მესამის დროს მე-11 საუკუნის დასაწყისში და საქართველოს სახელმწიფო იარსება მე-15 საუკუნის მეორე ნახევრამდე. ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში ცხოვრობდნენ ჯიქები. მაგრამ ახლა კონკრეტულად ეს საკუთრივ ჯიქებია თუ ჩერქეზული ტომები, რომლებიც ჯიქების სახელწოდების ქვეშ ერთიანდებიან, ეს უკვე სხვა საკითხია, უბრალოდ ამას არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჯიქები საქართველოს სახელმწიფოს, ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში ცხოვრობდნენ არა მარტო მე-11 საუკუნიდან, არამედ ქართული სახელმწიფო აფხაზთა სამეფო შეიქმნა მე-8 საუკუნის მიწურულს, მისი პირველი მეფე იყო ლეონ მეორე და იმ დროიდან მაინც ცხოვრობდნენ. ეს ფაქტია იქიდან გამომდინარე, რომ ქართლის ცხოვრებაში შესული ასეთი თხზულება მატიანი ქართლისა, სადაც აღნიშნულია ლეონ მეფის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ და რომ თავისი სამეფო დაყო საერისთავოებად და ერთ-ერთი საერისთავოს მოსახლეობა, აფხაზთა საერისთავოს მოსახლეობა პირდაპირ წერია წყაროში, რომ იყვნენ აფხაზები და ჯიქები. აფხაზეთი და ჯიქეთი იყო ამ ერთი საერისთავოს, აფხაზთა საერისთავოს შემადგენლობაში. და ესე იგი სხვა წყარო არ არსებობს. აქედან გამომდინარე, უნდა დაუჯეროთ ამ წყაროს სხვა რამე ინფორმაცია წყარო, რომელიც ამას უარყოფდა ამ ცნობას, სხვა არ აგვაქვს. ყოველ შემთხვევაში, როგორც გითხარით, მე-11 საუკუნიდან მაინც ფაქტია საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში ჯიქების ცხოვრება. და აი ბაგრატ მესამე ვახსენე, მე ერთიანი საქართველოს პირველი მეფე მეფობდა 1014-1027 წლებში და მის შესახებ წყაროში მატიანი ქართლისაიში წერია. დაიპყრა ყოველი კავკასია თვითმყრობელობითა, ჯიქეთიდან ვიდრე გურგენადმდე. ესე იგი ჯიქეთი შავი ზღვის სანაპიროდან გურგენადმდე, ესე იგი კასპიის ზღვამდე. ქართველები ამ ზღვას, კასპიის ზღვას, გურგენის ზღვას, გურგანის ზღვას უწოდებდნენ. ახლა აქ წერია დაიპყრა ყოველი კავკასიაო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დაიპყრა ქართულ მეტყველებაში, მაშინ და ქართლის ცხოვრებაში რამდენჯერმე იხმარება ეს ტერმინი და პირდაპირ დაპყრობას არ ნიშნავს, არამედ ხელთ იპყრა. ანუ ხელთ იპყრა მთელი კავკასია ჯიქეთიდან გურგენადმდე. შემდეგ უკვე ჩერქეზული ტომები ჩვენ გვხვდება თამარის ისტორიკოსთან. თამარის ორი ისტორიკოსის თხზულება არის ქართლის ცხოვრებაში შესული, თამარის პირველი ისტორიკოსი და თამარის მეორე ისტორიკოსი და აი თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებაში აღნიშნულია ჩერქეზები ასეთი სახელწოდებით. ქაშაგები, ანუ როგორც აქ არის თვითონ წყაროში, ქაშაგები იხსენიება ზოგადად, მაგრამ ამ შემთხვევაში წყაროში ქეშიგები სახელით იხსენიებიან. საქმე ის არის, რომ რუსულ წყაროებში მე-12-მე-13 საუკუნეებში და შემდეგ ქაშაგები
კასოგების სახელით იხსენიებიან და ეს არაბულშიც არის შესული ეს სახელწოდება კასოგი, ქართულში ქაშაგის სახელწოდებით გადმოვიდა ეს ტერმინი. თამარ მეფის წინააღმდეგ მოგხსენებათ გიორგი რუსის გამოსვლა მოხდა, როდესაც გიორგი რუსს გაშორდა თამარი და გიორგი რუსს მხარი დაუჭირეს დასავლეთ საქართველოს დიდებულებმა, მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი ძალის მქონე იყო ვარდან დადიანი და აი ვარდან დადიანის შესახებ არის მოთხრობილი შეყარა ყოველი სვანეთი და აფხაზეთი, საეგროი, გურია, სამოქალაქო, რაჭა, თაკვერი და არგვეთი მომრთველმან სანიქთა და ქეშიქთამან აფიცა რუსისა გამეფებისა და მისის მეფე ყოფისათვის დიდებულნი და ლაშქარნი ქვეყანისანი. ესე იგი ამ შემთხვევაში ქაშაგები, იგივე ჩერკეზები გამოდიან სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ აქ აღნიშნე ვარდან დადიანი. ვარდან დადიანი წყაროში იხსენიება მთელი დასავლეთ საქართველოს მეფის ნაცვალი და უდიდესი ძალის მქონებელი მეფის შემდეგ პირველი პირი მეფის ნაცვალი ფაქტობრივად და გასაგები ახლა ერთ დიდებულს უდიდესი ძალის მქონეს დაუჭირეს მათ ჯიქებმა მხარი. ეს გამოსვლა თამარ მეფის წინააღმდეგ ვარდან დადიანისა და აჯანყებულების ზოგადად დამარცხებით დასრულდა. მოგხსენებათ. შემდეგ უკვე ჩერკეზებს ჩვენ ვხვდებით ასევე თამარ მეფის მეორე ისტორიკოსის თხზულებაში, სადაც მოთხრობილია თამარის მეფობის დროს როგორ მორჭმით ცხოვრობდნენ კავკასიელები კავკასიაში და ესე იგი მტერთაგან უვნებელნი იყვნენ ისინი. მტერთაგან უვნებელნი აი სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან. და აქ ასეთი რაღაცა ციტატა არის. დაამისი მოწამე არ სახლის შარვანშეთი და დარუბანდელთა, ღუნწთა, ოვსთა, ქაშაკთა, კარნუკალაკელთა და ტრაპიზონელთა, რომელნი თავისუფლებიცა ცხოვრებასა ამის მიერ იყვნენ მტერთაგან უზრუნველობასა. ესე იგი, იმისი თქმა მინდა, რომ მე-12 საუკუნე დავით აღმაშენებლის დროიდან მოკიდებული მე-13 საუკუნე თამარის მეფობის პერიოდი არის საქართველოს ჰეგემონიის ქვეშ თითქმის მთელი კავკასიის გაერთიანების პერიოდი და აქ აღნიშნულია იმის შესახებ, რომ დავითმა თამარმა მოხსნეს საფრთხე ანისის სომეხთა სამფლობელოებს, იქით შარვანშას სამფლობელოებს და ჩრდილოეთ კავკასიას და მშვიდობასა და სიხარულში ცხოვრობდნენ ეს ხალხები. საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. შემდეგ უკვე აი ფრაგმენტული ცნობებია უბრალოდ ჩრდილოკავკასიელებისა და მათ შორის ჩერკეზების შესახებ ქართლის ცხოვრებაში და ფრაგმენტული ცნობების შესახებ გიყვებით, ესე იგი. შემდეგ იხსენიებიან ჩერკეზული ტომები რუსუდან მეფის მეფობისას. რუსუდან მეფემ სთხოვა დახმარება ჩერკეზებს და არა მარტო ჩერკეზებს, კავკასიელებს ზოგადად ჯალალედინის წინააღმდეგ ბრძოლაში. და აქ არის ასეთი ციტატა შამთაღმწერლის თხზულებაში 100-ლოვან მატიანეში არის ეს. რუსუდან მეფემ ჯალალედინის წინააღმდეგ საბრძოლოდ მოუწოდა სპათა თვისთა, იმერთა და ამერთა, ჰერკახთა, სომხითართა, ჯავახთა, მესხთა, ტაუელთა, აფხაზთა, ჯიქთა და ყოველსა იმერსა სამეფოსა. ესე იგი, ურთიერთობები კავკასიელებთან არის ასეთი. ქართველი მეფეები იწვევენ მათ ლაშქარს ჩვეულებრივ დასახმარებლად, საბრძოლველად, გარეშე მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. სხვა აი ცნობები შეიძლება თქვენ დაგაინტერესოს შინაგანი მოწყობა როგორი არის, სამოქალაქო ცხოვრებას როგორი ხასიათი აქვს და რაღაცა. სამწუხაროდ ასეთი ცნობები არ არის ქართულ წყაროებში შემორჩენილი და არა თუ დავუშვათ ჩრდილოკავკასიელების შესახებ და ჩერკეზების შესახებ, არამედ ქართლის ცხოვრებაში ძირითადად გადმოცემული არის მეფეთა ცხოვრება, წარჩინებულთა ცხოვრება.
და აქედან გამომდინარე აი უბრალო ხალხის ცხოვრებას ან სხვა ყოფითი დეტალები ნაკლებად არის იქ მოცემული თვით საქართველოს შესახებ რო არაფერი ვთქვა ჩრდილო კავკასიელების შესახებ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩრდილო კავკასიელებთან და მათ შორის ჩერკეზებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა მე-16, მე-17, მე-18 საუკუნეებში არის. ამ მე-16 საუკუნიდან ძალიან დამახასიათებელი არის და ძალიან მიყვარს ერთი ეპიზოდი. ეს არის ის თუ როგორ დამყარდა მშვიდობა ჩერკეზი ქალების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში. მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში მოგეხსენებათ საქართველო დაიშალა ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და იმერეთის სამეფოში დაშლის პროცესი მიმდინარეობდა შემდეგ და მე-16 საუკუნის შუა ხანებში ჩამოყალიბდა გურიისა და ოდიშის სამთავროები. ესენი იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები. იმერეთის სამეფო და გურიისა და ოდიშის სამთავროები. დამოუკიდებელი სახელმწიფოები და მათ შორის მიმდინარეობდა მეტოქეობა, იყო ბრძოლები და ერთი ასეთი ეპიზოდი არის ქართლის ცხოვრების გაგრძელება არის ასეთი და შემდეგ ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაშიც ქართლის ცხოვრების გაგრძელების ავტორი და ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც ეს ქართლის ცხოვრების გაგრძელება შექმნა, ბერი ეგნატაშვილი იყო, ხო და იქ მოთხრობილია ასეთი ამბავი. 1573 წელს ოდიშის მთავარი გიორგი დადიანი ტახტიდან გადააყენა გურიის მთავარმა გიორგი მეორე გურიელმა და ტახტზე აიყვანა გიორგი დადიანის უმცროსი ძმა მამია. გიორგი დადიანი წყაროში მოთხრობილია გადავიდაო აფხაზეთში და შეეცადაო აფხაზთა ჯიქთა და ჩერქეზთა ლაშქრი ტახტის დაბრუნებას მაგრამ ვერ შეძლო ეს და ახლა მან უკვე სხვა გზას მიმართა საქმე ის არის რომ მაშინ იმერეთის მეფე იყო გიორგი მეორე მეფობდა 1565-1583 წლებში ეს არის ბაგრატ მესამე იმერთა მეფე ერთ-ერთი დიდი მეფე იმერეთისა მისი შვილი გიორგი მეორე რომელიც დაქორწინებული იყო ჩერქეზ ბატონის ასულზე ჩერქეზ ბატონის ასული რუსუდანი და მრავალგან არის წყაროში მათ შორის გელათის ტაძრის ფრესკაზე არის გამოსახული გიორგი მეორე მისი მეუღლე რუსუდანი და მათი ვაჟი ბაგრატი ესე იგი ეს ბარი მივიტყვი იმასაც რატო არის გელათის ფრესკაზე გამოსახული საქმე ის არის რომ იმ დროს მოხდა და სწორედ გიორგი მეორის ძალისხმევით და საფასით ანუ სახსრებით მოხდა გელათის ტაძრის რესტავრირება მისი ხელახალი მოხატვა განახლება და სხვა და ამ წვლილის გამო გამოსახეს გელათის ტაძრის ფრესკაზე და ესე იგი ვთქვით გიორგი დადიანმა რომელიც ტახტიდან იყო გადაყენებული სხვა გზა ვერ მონახა გარდა იმისა რომ მივიდა გიორგი მეორესთან რომლის ვაჟს ბაგრატ ცოლად ყავდა მისი და მამიას დაც იყო შესაბამისად მაგრამ მან სთხოვა ესეთი რომ შეერიგებინა რამეფრად გიორგი გურიელთან რომელიც მძლავრობდა ოდიშში და ტახტი დაებრუნებინათ მისთვის მაგრამ ამასთანავე ამ გიორგი მეორე გურიელს ცოლად ყავდა იმერეთის მეფის ცოლის და ჩერკეზის ასული ისიც ესე იგი გიორგი მეორე იმერეთის მეფეს ცოლად ყავს ჩერკეზი ბატონის ასული და რუსუდანის სახელი ხო და შედგა ეს მოლაპარაკება ოღონდ გიორგი დადიანმა შესთავაზა მას თქვენთან სასახლეში რომ იზრდებაო თქვენი ცოლის და იმას შევირთავო მე შეირთო მართლაც ეს და მეფემ უშუამდგომლა გიორგი მეორე გურიელთან შედგა ეს შეთანხმება მამია დადიანმა დაუბრუნა ტახტი უფროს ძმას და ტახტზე ავიდა ესე იგი გიორგი მესამე დადიანი დაიუფლა ტახტს და აი ჩერკეზი დების წყალობით მშვიდობა ჩამოვარდა და ამ დროიდან სანამ ესენი ცოცხლები იყვნენ მართლაც არ იყო ბრძოლა ტახტისათვის თუ სამფლობელოებისათვის ოდიშს იმერეთსა და გურიას შორის. ახლა ერთი საკითხი არის ასეთი ისტორიკოსები, მაგრამ მაგალითად თეიმურაზ ბოცვაძე იყო ქართულ ყაბარდოული ურთიერთობების ისტორიის მკვლევარი და ძალიან კარგი მონოგრაფია აქვს და კითხვას სვამს, როდიდან შეიძლება ყოფილიყო
გიორგი მეორის კარზე ეს მისიდები ეს ადრევე აღიზარდნენ ისინი და თვითონ რუსუდანიც იყო იმაში იმერეთში და ასე გაიზარდნენ და შემდეგ შეირთო ის გიორგი მეორე იმერეთის მეფემ თუ მანამდეც იყო და შეიძლება ის ტრადიციაც კი ყოფილიყო რომ ჩერქეზი ბატონების ანუ წარჩინებულების ასულები იზრდებოდნენ საქართველოს სამეფო კარზეო ესე კითხვას swams უბრალოდ თეიმურაზ ბოცვაძე მაგრამ პირდაპირი პასუხი ამისათვის ძნელია გაიცეს პირდაპირი პასუხი თავარი ის არის რომ იმერეთის სამეფო კარზე იზრდებოდნენ მისი დები. ერთი და ცოლად შეირთო გურიელმა, მეორე და კი ცოლად შეირთო ოდიშის მთავარმა. ამასთან დაკავშირებით პირდაპირ შეიძლება ასეთი ლიტერატურიდან ფაქტის მოხმობა. შეიძლება თქვენთვის ცნობილია იყო ასეთი მწერალი, კარგი რუსი მწერალი ალექსი ტოლსტოი. ალექსი ტოლსტოის აქვს ასეთი დრამატული პოემა, რომელსაც ეწოდება ივანე მრისხანე. ამ ივანე მრისხანე მე-16 საუკუნის მეფე არის, რუსეთის მეფე, მას ცოლად ყავდა ჩერქეზი მთავრის ასული გუაშენეი. და ამ ალექსი ტოლსტოის თხზულებაში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ როდესაც ჩაიყვანესო 1561 წელს შედგა ივანე მრისხანის ქორწინება ჩერქეზთა მთავრის ასულ გუაშენეისთან. როდესაც ჩაიყვანესო მოსკოვში ეს ჩერქეზი ასული ხელმწიფის კარზე მოიხიბლნენ მისი ქცევით. ელოდნენ რომ ის სადღაც კავკასიიდან ველური და რაღაცას მაპატიეთ ამ გამოთვლისად უბრალოდ იქ არის მოხმობილი ეს და ამიტომ ვაბობ რომ არა დახვეწილი ყველანაირად ქცევით და სიტყვა პასუხით ყველაფერი ასეთი ტრადიციული სუფრის კულტურა რაღაც ამას ყველანაირად განსწავლული და კითხაო ივანე მრისხანემ ასეთი საიდან შენ ასეთი განათლება ქცევის წესები სხვა ესეთი და საინტერესო რამ არის მე ცხეთაში ვიზრდებოდიო მონასტერშიო და იქიდანო ახლა ნამდვილად არ არის დადასტურებული ფაქტი რომ გუაშენეი ანუ ივანე მრისხანის მეუღლე ცხეთაში იზრდებოდა მაგრამ მოგეხსენებათ ამ წერალს აქვს ლიტერატურული გადახვევის უფლება და ამ შემთხვევაში და ლიტერატურულ გადახვევასთან გვაქვს საქმე მაგრამ მას ჰქონდა თავისი საფუძველი და ეს საფუძველი არის ის რომ ჩერქეზი მთავრების ასულები ჩერქეზ ბატონის ასულები იზრდებოდნენ საქართველოს სამეფო კარზე და ამ შემთხვევაში იმერეთის სამეფო კარზე ეს ცნობილი ამბავი იყო უბრალოდ და ფიქრობ ეს იყო ამოსავალი ალექსი ტოლსტოისათვის რახან ივანე მრისხანეზე და ამ გუაშენეიზე ვთქვით ბარემ ვიტყვი იმასაც რომ გუაშენეი ესე იგი შეირთო 1561 წელსო ის მოინათლა და მარია ეწოდა ქრისტიანული სახელი მისი მარია არის სხვადასხვა ამ მე-16 საუკუნეში ვთქვით მჭიდრო ურთიერთობა მყარდება საქართველოს სხვადასხვა ნაწილებსა პატარა საქართველოებსა და ჩერქეზებს შორის მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა იმის თაობაზე ვთქვა რომ ივანე მრისხანემ შეირთო ჩერქეზი ყაბარდოელი მთავრის ასული საქმე ის არის რომ მე-16 მე-17 მე-18 საუკუნეებში ჩერქეზებად ქართულ წყაროებში იხსენიებიან სწორედ ყაბარდოელები და ჩერქეზედად იხსენიება ყაბარდო მე-18 საუკუნეში იხსენიება ყაბარდოს სახელით ახლა კიდევ ერთი გარემოება მე-16 საუკუნეში ალექსანდრე კახთა მეფეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს რუსეთთან და ამ დროს 1588 წელს გააგზავნა მან ელჩობა რუსეთში და ამ ელჩობაში მონაწილეობდა ყაფლან ვაჩნაძე, ყურშიტა ჩერქეზი და კირილე ბერი. ყურშიტა ჩერქეზი ეთნიკურად ჩერქეზი არის, როგორც ვთქვით, ჩერქეზებს იმ დროს ყაბარდოს უწოდებდნენ და ესე იგი ყაბარდოელი არის. საქმე რაში არის? ერთი გარემოება კიდევ საინტერესო, რომ ქართველი მეფეები დიპლომატიურ ურთიერთობაში იყენებენ
ჩერკეზებს, ამ შემთხვევაში ყაბარდოელებს და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ჯერ ერთი დამხმარე ლაშქარს იწვევენ ყაბარდოდან, ანუ ჩერკეზეთიდან, გარეშე მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად, დიპლომატიურ ურთიერთობებში იყენებენ. და ეს ერთი ფაქტი არ არის. მე-16 საუკუნეში და მე-17 საუკუნეში მრავალი ფაქტი არის ასეთი ჩერკეზების დიპლომატიურ ურთიერთობებში გამოყენებისა. აქვე მინდა აღნიშნო იმის თაობაზე, რომ მე-17 საუკუნეში ეს ურთიერთობები ჩერკეზებთან კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს. ლევან მეორე დადიანი იყო ასეთი ოდიშის მთავარი. ლევან მეორე დადიანი მთავრობდა 1611-1657 წელს. და ლევან მეორე დადიანმა თავის შვილისათვის ალექსანდრე იყო ტახტის მემკვიდრე, შვილისათვის ცოლად ისურვა ყაბარდოელი მთავრის ასული და სათანადო ელჩობაც გააგზავნა ყაბარდოში და მისი ხელი ითხოვა. ყაბარდოელი მთავარი ალეგუკო სიამოვნებით დათანხმდა ომას და ეს ქორწინება შედგა, ესე იგი ალექსანდრემ ყაბარდოელი მთავრის ასული შეირთო, მათ შეეძინათ შვილი, რომელიც ლევან დადიანი, რომელიც და გავწყვიტე სიტყვა უბრალოდ 1657 წლის მარტში ლევან მეორე დადიანი ტრაგიკულად გარდაიცვალა და სანამ მოკვდებოდა მანამდე მან თავისი შვილიშვილი ალექსანდრეს შვილი, ესე იგი რომელიც ყაბარდოელი მთავრის ასულისაგან ყავდა შეძენილი მას, გამოაცხადა ტახტის მემკვიდრედ და მას რეგენტად დაუნიშნა დედამისი. საინტერესო ფაქტია რა, ტახტის მემკვიდრე ჩერკეზი ქალის ასული და ჩერკეზი ქალი რეგენტად, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ მათი მთავრობა და რეგენტობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ლევან მეორე დადიანის მოწინააღმდეგე მისმა ბიძაშვილმა ვამეყ მესამემ ტახტი ჩაიგდო ძალადობით ხელში და ამის შემდეგ უკვე ერთხელ ჩნდება ლევან მეორე დადიანის შვილიშვილი კიდევ საისტორიო წყაროში, როდესაც სამეგრელოს დიდებულები განიზრახავენ მის ტახტზე დასმას, მაგრამ მერე უკვე მის შესახებ ცნობები წყდება. უფრო ინტენსიური კონტაქტები, ვთქვით, მე-18 საუკუნეში არისო და მართლაც, აი მე-18 საუკუნეში კონკრეტულად ვახტანგ მეექვსის მეფობის წლებში. საქმე ის არის, რომ მოგეხსენებათ ალბათ, რომ ვახტანგ მეექვსეს ცოლად ყავდა ასევე ჩერკეზის ბატონის ასული რუსუდანი. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა იმის თაობაზე, რომ მე-16 საუკუნეშიც რუსუდანი, აგერ მე-18 საუკუნეშიც რუსუდანი. არ ვიცი ეს როგორ, მაგრამ შეიძლება სამეფო კარზე ასე ჩათვალეს, რომ მე-16 საუკუნეში პოპულარული სახელი იყო რუსუდანი და მე-16 საუკუნეში და მე-18 საუკუნეში. დავანებოთ ამას ყოველ შემთხვევაში თავი. ერთი გარემოებას მინდა კიდევ ხაზი გაუსვა, ერთი ფაქტი მინდა მოვიტანო, ერთი საბუთი არის შემორჩენილი, რომელშიც მოხსენიებულია მეფე თეიმურაზ და მისი მეუღლე რუსუდანი და მათი ვაჟი ალექსანდრე. საბუთი დათარიღებულია მე-15 საუკუნით, ოღონდ ეს თარიღი არის ყალბი, ან თვითონ საბუთი არის ყალბი, მაგრამ ასეთი წხდებოდა შუა საუკუნეებში საბუთების გაყალბება. ეს არის ბაქრაძეებისადმი ბოძებული სიგელი და ესე იგი მეფე თეიმურაზ უბოძებს ამ სიგელს და იქ მოწმედ არის მოყვანილი, რომ მეფეს ყავს ცოლი ჩერკეზ ბატონის ასული რუსუდანი და ესე. საქმე ის არის, რომ მე-15 საუკუნეში არავითარი თეიმურაზ მეფე არ ყოფილა, მაგრამ გიორგი მეორე იმერეთის მეფე რო ვახსენეთ, მას ყავდა ძმა თეიმურაზი, რომელსაც შესაძლო მართლაც ყოლოდა ჩერკეზის ასული, ჩერკეზ და ბატონის ასული რუსუდანი. სხვას ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, უბრალოდ ამიტომაც ვთქვი, რომ რუსუდანი შეიძლება პოპულარული სახელი ყოფილიყო მაშინ სამეფო კარზე. მაგრამ მეც ვერაფერს ვერ გეტყვით ამის თაობაზე. რაც შეეხება ვახტანგ მეექვსეს, ვახტანგ მეექვსის შესახებ ვთქვით, რომ ცოლად ყავდა, ესე იგი ჩერკეზ და ბატონის ასული, რომელსაც რუსუდანი ერქვა, მაგრამ საქმე ის არის, რომ გიორგი მე-11 ქართველი მეფე, რომელიც 1709 წელს ყანდაარში დაიღუპა, გახსოვთ ასეთი, ხო? გიორგი მე-11-ს თავისი შვილისათვის ბაგრატისათვის სურდა საცოლე ჩერკეზ და ბატონის ასული, რომელიც ჩამოაყვანინა ჩერკეზეთიდან, ანუ ყაბარდოდან, მაგრამ ბაგრატი სპარსეთში გარდაიცვალა.
გიორგი მე-11-მ არის სურვა უბრალოდ ისურვა რომ ეს ჩამოყვანილი ჩერქეზთა ბატონის ასული შეერთო თავისი ძმისშვილისათვის და თავის ძმისშვილს შეერთო ვახტანგ ლეონის ძე ბატონიშვილს რომელიც 1716 წლიდან 1724 წლამდე არის ქართლის მეფე იგივე ვახტანგ მე-6-ე გასაგებია რა ეს ტრადიციული ურთიერთობების ან დინასტიური ურთიერთობების დაკარგვა არ სურდა როგორც ჩანს გიორგი მე-11-ს არ გააბრუნეს ის ქალიშვილი უკან ჩერქეზეთში და შეერთო ესე იგი თავის ძმის წულს სხვათა შორის ვახტანგ მე-6-ის მეუღლე ქართულ საისტორიო წყაროებში სულ დადებითად ხასიათდება არაფერი უარყოფითი პირიქით დიპლომატიურ ურთიერთობებშიც ხაზი ესმება მის გონიერებას მაგალითად ბაქარ ბატონიშვილთან ერთად მან ვახტანგ მე-6-ის ძმები რომლებიც გარკვეულწილად სპარსეთის ჩარევით თუ სხვა რაღაცა დაუპირისპირდებოდნენ ვახტანგ მე-6-ს აი მორიგებაში და მორიგებას შეეცადა მათი ვახტანგ მე-6-სთან მათი დასჯა არ ისურვა და ამ შემთხვევაში ბაქარი რომელიც ტახტს განაგებდა მეფის არ ყოფნის დროს აი მისი გონიერება გამოსჭვივის ესე იგი დედოფლის რუსუდან დედოფლის გონიერება გამოსჭვივის აქ შემდგომი ისა ბარემ ქორწინებებს რომ მივყვეთ ერთი საინტერესო გარემოება ასევე ერეკლე მეფის დროიდან ერეკლე მეფის ვაჟი შემდეგში გიორგი მე-12 ესე იგი პლატონ იოსელიანი გვიყვება იმის თაობაზე რომ ერეკლე მეორემ თავისი ძისათვის გიორგი ბატონიშვილისათვის ყმაწვილობაშივე მას შეურჩიაო საწოლე და დანიშნა ჩერქეზთა ბატონის ასულზე ქალი ესე ჩერქეზთა დანიშნული გიორგიზეთ შემდგომად 4 წლისა მზადებისა ჯერეთ მოუნათლავი მოკვდა ყვავილისა სენითა სამშობლოსა თვისსა სახლსა ნუ ასეთი ტრაგიკული ბედი დაყვა როგორც ჩანს ამ ჩერქეზთა ბატონის ასულს მაგრამ კიდევ არის შემთხვევა და ისევ ერეკლე მეორესთან დაკავშირებით ერეკლე მეორემ თავისი მეორე შვილისათვის საყოველთაოდ ცნობილი ასეთი ალექსანდრე ბატონიშვილისათვის რომელიც თავდადებით იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ საქართველოში და ამის გამო ის გადაიხვეწა სპარსეთში და აი პლატონ იოსელიანი გვიყვება იმის შესახებ რომ ერეკლე მეფემ თავად მოუძებნა ცოლად ქალი ქირმანის ბატონისა ყაბარდოდან მოიყვანეს ქალი ესე 12 მოახლითა 14 წლისა თბილის იშვიათი სამშვენიერებისა შემდგომად 2 კვირისა ნათელს წეს მას სასახლისა ეკლესიასა უწოდეს სახელად ნინა რუსული ფორმით წერს თორე ეს ნინო არის სინამდვილეში მაგრამ სამწუხაროდ ჯვრის წერამდე გარდაიცვალა ეს ნინო და დაკრძალეს მეტეხის ტაძარში და მარიამ ბატონიშვილმა ერეკლეს ასულმა მარიამ ბატონიშვილმა მის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა საკმაოდ დიდი ლექსია უბრალოდ იწყება ასე ყაბარდოს იყო ერთი მზე ბრწყინვალე მანათობელად და ეს მზე ჩამოიყვანესო და ასე შემდეგ სამწუხაროა რომ ასე ტრაგიკულად დასრულდა ეს ეპიზოდები საქართველოს ისტორიისა და აქვე მინდა იმის შესახებაც თქვა რატომ ერეკლე მეორის ასეთი ინტერესი რომ მის შვილს გიორგის ყოლოდა ჩერქეზთა ბატონის ასული ან მის შვილს კიდევ ალექსანდრეს ყოლოდა ასევე ჩერქეზთა ბატონის ასული ალბათ იქიდან გამომდინარე რომ ერეკლე თვითონ იყო შვილი ჩერქეზთა ბატონის ასულისა შეიძლება ესეც ან ესეც არ არის ერთ-ერთი ესეთი ფაქტორი რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო მაგრამ გარდა ამისა აღსანიშნავია ის რომ ქართველი მეფეები და პირველ ყოვლისა ერეკლე ცდილობდა კავშირების გამტკიცებას ყაბარდოდან და ყაბარდო მას ეიმედებოდა იმისათვის რომ ყაბარდოელები
ევროპელების ჯარი გამოეყენებინა გარეშე მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი დრო ისე ჩხარა გავიდა, მაგრამ შევეცდები ცოტა 5 წუთის განმავლობაში მაინც ვთქვა რა ბრძოლებია და რა ბრძოლებში იყენებდა ერეკლე და თეიმურაზი, მისი მამა თეიმურაზი. ამისათვის წამოვიღე ის რომ ციტატები მაინც გვენახა ამასთან დაკავშირებით. აი ციტატები წაგვეკითხა. თეიმურაზ მეორის მეფედ კურთხევა მოხდა 1745 წლის 1 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში. საქმე ის არის რომ მაშინ დიდი ზეიმი იყო ქრისტიანად ეკურთხა თეიმურაზი, იმიტომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში 1632 წლიდან როსტომ მეფის დროიდან ქრისტიანი მეფე ქართლის ტახტზე არ მჯდარიყო და 1755 წელი დიდი ზეიმი მოეწყო და ამ ზეიმთან დაკავშირებით არის რომ ესე იგი მეფედ კურთხევასთან დაკავშირებით ჩვეულებრივი მეზობლები მოდიოდნენ მეზობელი სახელმწიფოებიდან ასე მეზობელი ხალხების წარმომადგენლები და აქ არის ასეთი აღნიშნული რომ ჩერკეზეთიდანაც იყვნენ დიდებულები მოსული გარდმოვიდა ერთი ჩერკეზის დიდის კაცის შვილი მოართვა მეფეს მისართმევი დაპირდა სამსახურსა და ჯარის მორთმევასა უბოძა ხალათი და გაისტუმრა წყალობით ეს მეფემ ეგრევე კაცთა მისთა გასცა უხვად მისაცემელი დაჯდა ნადიმად ნახალხინი და გასცა ყოველთა ზედა დროის გამო უბრალოდ ვიტყვი იმის თაობაზე რომ ეხმარებოდნენ მეთქი ჩერკეზები ბრძოლებში თეიმურაზსა და ერეკლეს აი ძალიან ბევრი შემთხვევა არის ასეთი და კონკრეტულად რა და ვისთან ბრძოლაში ეს არის აჯი ჩალაბისთან ბრძოლაში შაქის მმართველი იყო ორჯერ დაამარცხა მან თეიმურაზი და ერეკლე და უბრალოდ იმისი რომ სტატუსი რაიმენაერად აემაღლებინათ და ის რომ დამარცხებულები არ ყოფილიყვნენ აჯი ჩალაბთან განსაკუთრებულად მოეკიდნენ ამ შემთხვევას ერეკლე და თეიმურაზი რომ დაემარცხებინათ ის და ჩრდილოეთ კავკასიიდან მოიწვიეს არა მარტო ჩერკეზები, არამედ ჩეჩნებიც და საბოლოოდ დაამარცხეს აჯი ჩალაბი. მაგრამ ერთი ქართულ ქრონიკაში არის ასეთი ფაქტი მოტანილი. 1752 წლის ამბავია. მეფე ირაკლი ჩერკეზში წაბრძანდა ჩერკეზის ჯარის გარდმოსაყვანად. მკათათვის 10. სხვათა შორის პაპუნა ორბელიანთანაც არის ეს მოთხრობილი. ოღონდ თვითონ ერეკლე ჩერკეზში კი არ წასულა, ანუ ყაბარდოში კი არ გადასულა, უბრალოდ შესაგებებლად წავიდა იმ ჯარისა, რომელიც უნდა ჩამოსულიყო ჩერკეზეთიდან და ხევში დადგა. ხევი საქართველოს ისტორიული მხარე მოგეხსენებათ, აი თერგის ხეობაში, თერგის ზემოწელში და აი ხევში დაელოდა ერეკლე ამ ჯარს და ჩამოიყვანა ეს ჯარი და მეფე ერეკლე რომ ჩერკეზიდან მობრძანდა ჯარით თბილის აჯი ჩალაბიშვილი დაამარცხა ენკენის თვეს ხო და ამის გარდა ბრძოლები განსაკუთრებით ლეკებთან ლეკიანობა იყო ის მოვლენა რომელიც განსაკუთრებით აწუხებდათ ერეკლე მეორესა და თეიმურაზს და ლეკების ბრძოლა ესე იგი ძალიან დიდი ლაშქრითაც მოდიოდნენ, მაგრამ იყო დასტადო ასეთი ის არის ქართულ ისტორიოგრაფიაში აღნიშნული დასტად, ესე იგი რამდენიმე კაცი შეიყრებოდა, გადმულახავდნენ უღელტეხის, გადმოდიოდნენ ტყეებით, ტყეში დაიმალებოდნენ, დაეცემოდნენ სოფელს, გაიტაცებდნენ ვინმეს და მიყავდათ ჩვეულებრივ აი გამოსასყიდისათვის. ცნობილი ასეთი შემთხვევა, იტაცებდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ სარჩოს იტაცებდნენ და ასეთი შემთხვევაც არის ცნობილი რომ ქვაბით ლობიოროიდ გამოსახარშავად აი ესეც კი წაიღეს ლეკებმა. რატომ? იმიტომ რომ გადმოსულ ხალხს სარჩო ჭირდებოდა ელემენტარულად ტყეში რომ შეეპარებოდნენ ნახეს ბარემ მზადდებოდა საჭმელი და ეს შეიძლება ცოტა ირონია ისა ჩანდეს, მაგრამ არა ნამდვილი ფაქტი აი ჭიაურის ტყეში იმალებოდნენ და სხვა ძალიან ბევრი შემთხვევა იგივე ჭადიჯვრის ბრძოლა, ყვარლის ბრძოლა, სხვა შიდა ქართლში აი კულბითისა და სხვა
ესე ლიახვის ხეობაში ბრძოლები ლეკებთან, სადაც ეხმარებოდნენ ჩერკეზები ქართულ მეფეებს ერეკლე მეორესა და თეიმურას და ამასთან დაკავშირებით ერთი და დავასრულებ. ერეკლე მეორეს სურდა მე 18 საუკუნის 70-იანი წლებში საქართველოს ისა კახეთის სამეფო ტახტზე შემუშავდა ასეთი თვალსაზრისი, ჩამოყალიბდა თვალსაზრისი, რომ კარგი იქნებოდა თუ ჩერკეზებს, ანუ ყაბარდოელებს გადმოასახლებდნენ ქართლის სამეფოში. და რატო გადმოსახლდებოდნენ ყაბარდოელები ქართლის სამეფოში? საქმე ის არის, რომ მათ პრობლემები ჰქონდათ რუსეთის ხელისუფლებასთან. რუსეთი ცდილობდა ჩრდილო კავკასიის კოლონიზაციას და ძალიან აწუხებდა მათ სული შემხუთველი ვითარება იყო ჩრდილო კავკასიაში, აი გასაძლები ატმოსფერო არ იყო. დაუშვათ რომ შევადაროთ, როგორც დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები გადმოასახლა. მაშინ ხო ყივჩაღებით შევიწროებული იყვნენ კიევის მთავრისაგან და ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე და საკმაოდ ინტენსიური იყო ეს პროცესები, მცდელობა ყაბარდოელების გადმოსახლებისა, ისინიც თანახმანი იყვნენ, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ყველანაირად უშლიდა ხელს ამას. 1779 წელს რუსი გენერალი იაკობი, გვარია იაკობი, ერეკლე მეორეს წერდა, რომ მცირე ყაბარდოში კაზაკებმა დააკავეს ქართველი თავადი ბოგველოვი თანმხლებ პირებთან ერთად, რომლებიც ყაბარდოელებს აქეზებდნენ გადასახლებულიყვნენ საქართველოში და ყაბარდოს მფლობელმა კაიტუკო ახლოვმაც აღიარა, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში ეძია თავშესაფარი. ერეკლე მეორის ინიციატივით ამ მხრივ ყაბარდოში წარმოებული პოლიტიკის შედეგად უნდა ჩაითვალოს ის გარემოებაც, რომ 1780 წელს ცარიზმის ბატონობის წინამდე გაჯანყებული და დამარცხებული ყაბარდოელები შეეცადნენ ქართლში ეპოვათ თავშესაფარი, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას ის მოსახლეობა, ყაბარდოს მოსახლეობა თავისთვის ჭირდებოდა და ვისთვის ჭირდებოდა, სულაც არ ჭირდებოდა იმ პერიოდში ეს დაცარიელებული მიწა, ჭირდებოდა ლეკიანობის წინააღმდეგ, დაღესტნელი ფეოდალების წინააღმდეგ საბრძოლოდ. მერე უკვე ვითარება შეიცვალა მე-19 საუკუნეში, როდესაც რუსეთის ხელისუფლება შეეცადა ის დაუმორჩილებელი კავკასიელები და მათ შორის ყაბარდოელები, ჩერკეზები აეძულებინა, რომ წასულიყვნენ იმაში, გადასახლებულიყვნენ ოსმალეთის იმპერიაში. აქ დავასრულებ, უბრალოდ ძალიან ბევრი არის. ბატონი ბეჟანი ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე აკადემიური თანმიმდევრული ლექციებით და ყოველთვის ეტევა ხოლმე იმ დროში, რომელიც გამოყოფილია ხოლმე ჩვენი მუშაობისთვის და ეს განსაკუთრებულ კულტურაზე მიანიშნებს და იმედია ჩვენი სხვა ლექტორებიც გაითვალისწინებენ ხოლმე აი ამ შეზღუდვას. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ბეჟანს კიდევ ერთი ტრადიციის დაცვისთვის, მისი ლექცია, როგორც ყოველთვის, სავსე იყო კონკრეტული ისტორიული წყაროებიდან, მონაცემების, ციტატების მოხმობით და ამ ციტატების საფუძველზე გვიხატავდა იმ ისტორიულ სურათს, რომელიც ამდენი საუკუნის განმავლობაში ქართველმა და ჩერქეზმა ხალხებმა განულეს. ასევე მე მგონია, რომ ძალიან საინტერესო ხაზი იყო არჩეული, რადგან შუა საუკუნეებზე იყო ძირითადი აქცენტი და რადგან სამწუხაროდ და საუბედუროდ საქართველოს ისტორია ხშირად მეფეთა ისტორია, სწორედ დინასტიური კავშირები, დინასტიური ქორწინებები აღწერს ხოლმე ყველაზე უკეთ ერებს შორის ურთიერთობას და რამდენად პრიორიტეტულია ამა თუ იმ ხალხთან კავშირის დამყარება კონკრეტული ქვეყნისთვის, სწორედ აი ამ დინასტიურ ქორწინებებში ჩანს და აი ბატონი ბეჟანის ლექციიდან ჩვენ გავიგეთ თუ რამდენი საუკუნე გრძელდებოდა ეს მცდელობები, ხანდახან წარმატებით, ხანდახან უბედური შემთხვევების გამო წარუმატებლად, რომ ქართველი მეფე-მთავრები ცდილობდნენ დანათესავებოდნენ ჩერქეს სუვერენებს, ჩერქეს ხელმწიფეებს, ამ მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენლებს.
მე მგონია რომ ცალკე აღნიშნის ღირსია და ეს საქართველოს ისტორიაში უკეთ უნდა იყოს წარმოჩენილი, განსაკუთრებით სკოლაში პირველ ეტაპზე, როდესაც ისტორიით დაინტერესება ხდება ხოლმე ბავშვებს შორის, აი ის 3D-ის ისტორია, მგონი ძალიან ბევრ მომხიბვლელ ელემენტს და ნიუანსს ატარებს ის, რომ სამადამ ერთმანეთთან კავშირით უზრუნველყოფ ის, რომ დასავლეთ საქართველო დიდხანს მშვიდობაში ყოფილიყო და შვიდად ეცხოვრა. და მე კიდევ ერთხელ მინდა რომ თქვენი ყურადღება მივაპყრო აი ამ დეტალს, რომ აი ბატონმა ბეჟანმა მიმოიხილა თითქმის ყველა ეპოქა საქართველოს ისტორიის. ანუ ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობები არსებობდა მანამ სანამ საქართველო გაერთიანდებოდა, ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობები არსებობდა მაშინ, როდესაც დასავლეთ საქართველოში ხდებოდა სახელმწიფოს კონსოლიდაცია, ეს ურთიერთობები გაგრძელდა და თავისი მნიშვნელობა ჰქონდა ერთიანობის ხანაშიც და დაშლის შემდეგაც. აგერ სულ მე-18 საუკუნემდე მოვედით, ხო? აი იმ დიდ ღირსაღსანიშნავ თარიღამდე, როდესაც 1745 წელს ქრისტიანი მეფე კვლავ აკურთხეთ მცხეთაში. ასე რომ ეს კავშირები მოდის ყველა ეპოქაზე, ყველანაირი ფორმის ქართულ სახელმწიფოსთან ჩერქეზებს კავშირი ჰქონდათ და ეს განსაკუთრებული მახასიათებელია და ნიშანია, შეიძლება ძალიან ბევრ ხალხთან, ჩვენს მეგობარ ხალხთან ესეთი კავშირები და ესეთი ურთიერთობები ჩვენ არ გქონდეს. ახლა მოდით გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმში. აუდიტორიიდან თუ არის კითხვები, მეგობრებო, გთხოვთ. მეორე კითხვაც არის, თავის წარდგენა არ დაგავიწყდეთ. კი ბატონო. საღამოშვიდობის ბატონო ბეჟან, დიდად სასიამოვნო იყო დღეს თქვენი გაცნობა, თქვენი ლექციის მოსმენა. მე სტუდენტი გახლავართ, რეზო კოლელიშვილი, ქართულ ფილოლოგიაზე ვსწავლობ და რაც შეეხება ახლა კითხვას. ქართველები ახლა ვითვლებით სოფლიოში როგორც პიონერებად ღვინის სამშობლოდ, კაცობრიობას ღვინო ვაჩუქეთ. თუნდაც ფოლადი იქ პროტოქართველურმა ხალიბებმა თუ პურის სამშობლოს შემდეგ, მაგრამ ჩერქეზები რის პიონერებად შეიძლება ითვლებოდნენ, რა აჩუქეს მათ ისეთი კაცობრიობას? ცოტა ძნელი ის არის შეკითხვა. ყოველ შემთხვევაში პიონერები არ ვიცი, მაგრამ გამოირჩეოდნენ თავიანთი ვაჟკაცური სულის კვეთებით, მებრძოლის სულით გამოირჩეოდნენ და ამიტომაც იყო რომ სილამაზით დანათესავებას, მაგრამ კიდევ ერთი რაღაცა, რაც გამოარჩევდა და რაც მსოფლიო ლიტერატურაში აღნიშნულია, სილამაზით გამოირჩეოდნენ, განსაკუთრებით და ჩერქეზი ქალების სილამაზი და სულაც არ იყო ეს შემთხვევით, რომ მაინც და მაინც ჩერქეზ ქალებთან უნდათ დანათესავებდა ჩერქეზ ბატონებთან. ნუ ალბათ ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართული მეფეებისათვის. ხო, აი სილამაზით გამოარჩევდი და ვაჟკაცური სულის კვეთებით, მებრძოლის სულით. რა პიონერები არ ვიცი ახლა, მაგრამ ნამდვილად ამით გამოირჩეოდნენ. კი ბატონო. დიდი მადლობა. აი ბატონ ბეჟანს გვერდით უდევს ცოტა ხნის წინ ჩვენ მიერ გამოცემული წიგნი ნალბი ყუიოყვას ჩერქეზული ეტიკეტი. და ამ თვალსაზრისითაც მგონი ჩერქეზი ხალხი მთელს კავკასიაში გამორჩეულია. რა თქმა უნდა, ყველას ჩვენი ეტიკეტი გვაქვს, ჩვენი ეთიკის კოდექსი გვაქვს, არანაკლებ მნიშვნელოვანი და რაინდული სულისკვეთებით აღბეჭდილი, მაგრამ აი ესე თავმოყრილი და ეროვნული საგანძურის და ეროვნული სიამაყის დონეზე აყვანილი ეტიკეტი მხოლოდ ჩერქეზებს აქვს და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მე ამ წიგნში კიდე უფრო მეტი გაიგოთ აი ამ კოდექსის თაობაზე. წიგნი ქალბატონმა თამარმა და ბატონმა მიხომ გადმოაქართულეს. გთხოვთ, თქვენ გქონდათ შეკითხვა. გამარჯობა. მე მაქვს შეკითხვა. თავი წარადგინეთ. ლუკა მქვია, სტუდენტი ვარ. თქვენ ახსენეთ ვახტანგ გორგასლის ბრძოლა ოსებთან და იქ მე მოიხსენიეთ, რომ ჰუნებთან იყო სინამდვილეში ეს ბრძოლა. მაინტერესებს ჰუნებსა და ჩერქეზებს შორის თუ არის რამე კავშირი და ზოგადად ჩერქეზი ხალხის წარმოშობის ისტორია. რომ მოკლედ გითხრათ. პირდაპირი კავშირი ახლა ჰუნებთან ჩერქეზებისა არა,
ყოველ შემთხვევაში, მაგრამ შეიძლება ურთიერთობები და რაღაცა ესე ქართველებთანაც ჰქონდათ ურთიერთობა და ჰუნების ვახტანგ გორგასალით იწევდა სპარსელებთან საბრძოლოდ და რა ვიცი, ბევრი სხვა რაღაცა შეიძლება მოინახოს აქ მათ ურთიერთობაში. მაგრამ მეორე ნაწილზე გადავალ, ხო? ჩერქეზების წარმოშობის შესახებ. ნუ საკმაოდ რთული საკითხია ჩერქეზების წარმოშობა, ცოტა ჩერქეზების წარმოშობის თაობაზე ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში ცხოვრობდნენ დასავლეთ კავკასიაში, თვითონ ენასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ამ ენის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლო დროს და ტრადიციულად მიღებულია, რომ იბერიულ კავკასიურ ენათა ჩრდილო-დასავლურ ჯგუფს ეკუთვნის. ფილოლოგები ხართ ალბათ და ეს იცით. რაც შეეხება ჩერქეზების ადგილობრივი კავკასიური ეთნოსი და ხალხის წარმოშობა, რა ვიცი, ძნელი ის არის ასე ერთი იმით 2 წუთში და 3 წუთში სალაპარაკო თორე. ისე რა ვიცი. კავკასიური წარმოშობის ხალხი. ჩრდილო კავკასიური ასეთი. რომლებიც ცხოვრობდნენ ცოტა უფრო მეტი ყუბანის პირეთში, ყუბანის ქვემოწელის ტერიტორიაზე, შემდეგ ხდებოდა მათი განსახლება აღმოსავლეთისაკენ და მე არ მithქვამს იქ, რომ ყაბარდოელები ცენტრალურ იმიერკავკასიაში დამკვიდრდნენ მე-13, მე-14, მე-15 საუკუნეებში. დასავლეთიდან მოხდა მათი გადასახლება იმ ტერიტორიაზე. მე ლუკას მინდა ურჩიო ეწვიოს კავკასიური სახლის YouTube არხს, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ყოველ წელს იკითხება შედარებით სხვადასხვა ჭრილში ლექციები ჩერქეზების თაობაზე. და იქ ნახავთ რამდენიმე ლექციას, სადაც სწორედ ჩერქეზთა ეთნოგენეზისის შესახებაა საუბარი და უფრო მთელი ლექცია ეძღვნება ამ საკითხს და აი ამ მოკლე პასუხიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ აი იმ ასე ვთქვათ პლატფორმაზე და იმ მასშტაბზე. დღეს სხვა ის აგვაქვს პუნქტი. გთხოვთ. მოგესალმებით. ისმის? ისმის. ბატონო ბეჟან, ჩემი დიდი პატივისცემა. მიხარია რომ დღეს თქვენი ლექცია ჩატარდა ასეთი შესანიშნავი თემით, როგორც ყოველთვის, უღრმესი მადლობა. რაც შეეხება კითხვას. შეიძლება შეეხეთ ამ საკითხს და ბოდის გიხდით რომ ვიმეორებ კითხვას, მაგრამ მაინც უფრო კონკრეტულად მაინტერესებდა. როგორც ვიცით, 2008 წლის რუსულ-ქართული კონფლიქტის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიების კანონის მიღების თანადროულად, ესე ვთქვათ, მოხდა დაახლოებით იმავე პერიოდში ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ქართული პარლამენტის მიერ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ძმათა, ესე ვთქვათ, ხალხური დიპლომატიისა და მეგობრული ურთიერთობის კუთხით. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, გვაინტერესებს რამდენი არიან ყაბარდო-ჩერქეზთა წარმომავლობის ადამიანები დაახლოებით სტატისტიკურად მსოფლიოს მასშტაბით და უფრო სად არიან განსახლებულნი და მათი დამოკიდებულება საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღდგენის და ზოგადად აი ამ მიმართულებით რა ვითარება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის, მაგრამ ძალიან რთულ საკითხებს შეეხეთ თქვენს კითხვაში. ახლა 2008 წლის ომის შემდეგ და ჩერქეზთა გენოციდის აღიარება პირველი იყო საქართველოს სახელმწიფო, რომელმაც 2011 წლის 20 მაისს ჩერქეზთა გენოციდი აღიარა. იგულისხმება აქ სხვებისთვის, ახლა ვინც საქმის კურსში არიან, ჩერქეზთა გენოციდი მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ. ახლახან აღიარა უკრაინის სახელმწიფო, მოგეხსენება და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს იყო ერთი, ვინაც აღიარა ეს ჩერქეზთა გენოციდი და მართლაც ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან აი თანადგომა და იმ ხარვეზის ამოვსება, ხარვეზის შევსება, რაც ჩვენ კავკასიელებთან და პირველ რიგში ჩერქეზებთან მიმართებაში გვქონდა ჩატეხილი ხიდი და ამ ნდობის აღდგენის თვალსაზრისით, რომ ჩვენ კავკასიელები ვართ, რომ ჩვენ მოძმეები ვართ, ამისი გამოხატულება და ამ კეთილი ურთიერთობების აღდგენისაკენ გადადგმული საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და მართლაც
ძალიან დადებითად იმოქმედა ამან ჩერქეზებზე და არა მარტო იმ ჩერქეზებზე, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო შემადგენლობაში ცხოვრობენ დღეს, არამედ ჩერქეზულ დიასპორაზე, რომელიც გაბნეულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ავსტრალიიდან დაწყებული ამერიკის ჩათვლით. ავსტრალია და რა ვიცი აზიის ქვეყნები და ხმელთაშუა ზღვისპირეთი და ევროპა და რა ვიცი ამერიკის ჩათვლით. ხო, ესე იგი იყო ძალიან დადებითი განცდები ამ ჩერქეზების მხრიდან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაშინაც და შემდეგაც ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ ეს საქართველოს მხრიდან იყო ნაბიჯი გადადგმული, რომელიც იყო პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად საქართველოს მხრიდან და საქართველოს თავის მიდგომას შეცვლიდა. მაგრამ გავიდა დრო, საკმაო დრო და საქართველოს ეს თავისი დამოკიდებულება და მადლობა ღმერთს, რომ არ შეცვალა და ამ პოზიციაზე კვლავ რჩება საქართველოს. მაგრამ საქმე რაში ახლა რაოდენობასთან დაკავშირებით ჩერქეზებისა ჩერქეზები მოგეხსენებათ, აი კრებითი სახელია ჩერქეზი ადიღე და გაბნეული არიან ან სამ ნაწილად არიან გაყოფილი დღეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, ადიღეს რესპუბლიკაში და ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ და იმაში რა ქვია, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე. შავი ზღვის სანაპირო ზოლში შაბსუღები ცხოვრობენ ლაზარევსკოეს რაიონში. რაოდენობა სადღაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სადღაც მილიონამდე არის. რაც შეეხება დიდი რაოდენობით ცხოვრობენ თურქეთში, სირიაში, იორდანიაში. ასევე ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში. მაგრამ რაოდენობას ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ თურქეთის რესპუბლიკაში მოგეხსენებათ არ არსებობს სხვა ეთნოსი გარდა თურქისა. აქედან გამომდინარე აღრიცხვა არ ხდება ცალკე. თუმცა საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ თურქეთში. სირიიდან გადასახლებულები ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, 60-იან წლებში გადასახლებულები. სხვადასხვა ამ სირიიდან გადასახლებულები მცირე რაოდენობით ჩავიდნენ რუსეთის ფედერაციაში და თავის ისტორიულ სამშობლოს უბრუნდებიან. რაც შეეხება დამოუკიდებლობას ჩერქეზეთის სახელმწიფოს და დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ, ბუნებრივია ისინი მიესალმებიან და სურთ დამოუკიდებელ ჩერქეზეთში ცხოვრება. ეს მცდელობა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში კარგად მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ ვითარებაში წარმოუდგენელია ესე განვითარდეს და პოზიტიური შეიძინოს, განვითარება შეიძინოს რუსეთის სახელმწიფო მოგეხსენებათ ამას ყოველნაირად ხელს უშლის. მაგრამ დიასპორის მცდელობა არის, რა თქმა უნდა, და პირველ რიგში მიმდინარეობს კულტურული აღორძინება ამ ხალხისა, ენის იქნება თუ სხვა კულტურული ფასეულობების აღორძინება და თვითმყოფადობის შენარჩუნება, ენის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით მიმდინარეობს ძვრები. დიდი მადლობა. კითხვები ხო აღარ არის, მეგობრებო? ძალიან ეთბატონ მიხო. სხვათა შორის დავამატებდი ბატონო მიხო ერთს, რომ 1993 წელს თუ არ ვცდები, რუსეთის ფედერაციამ მიიღო კანონი, რომ ჩერქეზებს უგრძალებდა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას თუ ჩერქეზული ენა არ ეცოდინებოდათ. ეს ერთი ნაბიჯი იყო იმისათვის, რომ ხელი შეეშალათ მათი რეპატრიაციისათვის. ხელს უშლის ყოველ შემთხვევაში ხელს უშლიდა და შეუშლის ხელს რუსეთის ხელისუფლება. ერთ-ორ მოსაზრებას გამოვთქვა მარტო და ძალიან მოკლე კითხვა მექნება. მე მინდა თორნიკებრი კითხა, რომ რაში არიან პიონერებიო, ჩერქეზებიო. ჩემი თვალთახედიდან გამომდინარე, თითოეული ეთნოსი, მისი არსებობა, რომელიც ასე ამრავალფეროვნად დედამიწაზე რაღაც უკვე არის უნიკალური მოვლენა და ის თვითონ არ წარმოადგენს, რომ ის ქმნის თავის კულტურას, მაგრამ მე ლევანმა მიანიშნა ამის თაობაზე. მაგრამ მე ვეთქვი, რომ ეს წიგნი, რომელიც ჩვენ თარგმნეთ, არის მოზარდებისათვის და
ბავშვებისთვის რაღაც, მაგრამ თვითონ ეს მორალურ-ეთიკური კოდექსი ადიღე ხაბზეს, ადიღური ეტიკეტით, რომელიც არის ცნობილი, უკვე შუა საუკუნეებიდან, ადრეული საუკუნეებიდან, ეს არის ძალიან მყარი ტრაქტატი ადამიანის ქცევისა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აგერ ვალტერ სკოტის რომანები წავიკითხავთ და ინგლისელები როგორ იქცეოდნენ, თქვათ, ყოფით ცხოვრებაში რაღაც დიდი სახარბი. აი ამ დროს ამ ჩერქეზებს ჰქონდათ არაჩვეულებრივი დახვეწილი, უფრო მეტი ჯენტლმენები იყვნენ, ვიდრე მაშინდელი ათელსტაინი და ვიღაც სხვადასხვა. ეს რომ თავისთავად აი ეს ეთიკურ-მორალური კოდექსი, რომელიც მე მთელ კავკასიაში გავრცელდა, არის დიდი მონაპოვარი და მე ვფიქრობ, რომ აი რასაც ახია ხოლმე არამატერიალური ძეგლი, რომელიც შეიძლება ასევე მაღალ იმაზე დადგეს, როგორც სხვა ჩვენი არამატერიალური ძეგლები ან სხვათა. მე კიდევ ერთი შეკითხვა მქონდა. აი ჩვენთან თოხლიაურის ხარეს და იმ ტერიტორიას საჩერქეზოს ეძახიან. მამაჩემს ყავდა მეგობარი, მეც მეგობრებოდი იმ კაცს, კოტე ჩოლოყაშვილი იყო, რომელიც იცოდა, რომ ბებია ყავდა ჩერქეზი. ზოგადად აი ეს ჩერქეზის შვილები თუ რამე არის კავშირი და ამასთან და ამ საჩერქეზოზე იზახია, რომ აი სწორედ კახთა, არ ვიცი, თეიმურაზი, ერეკლე მეფე თუ ისი წყალობით რაღაცა რომელიღაც ტყაბარდუელ თუ ადიღელ თავაც გამოუყვეს დასასახლებლად და აქედან არის შემორჩენილი ეს, რომ საჩერქეზოს ეძახიან აი ამ ტერიტორიას, მანავი, თოხლიაური, აქ ყანდაურო და აქეთ ამ აი ამის თავაზე კიდევ უფრო მეტი მინდა ვიცოდე მე პირადად. მადლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისათვის. მართლაც საჩერქეზო რამდენიმე წყაროში იხსენება ეს ტერიტორია და საქმე ის არის, რომ ჩერქეზის შვილების სამფლობელო, ანუ ჩერქეზის შვილების სათავადო იყო. თვითონ ჩერქეზის შვილების საგვარეულო სათავეს იღებს სწორედ ჩერქეზებიდან. თეიმურაზ პირველის დროს მე-17 საუკუნის დასაწყისში თეიმურაზ პირველმა უბოძა გარეკახეთის ტერიტორიაზე მიწები თავის თანმხლებ პირს წარმოშობით ჩერქეზს, რომელიც გიორგი ჩერქეზის სახელით იხსენიება წყაროში. მიწები უბოძა მას და ყმამამული უბოძა. ცოტა პარალელი რო გავაკეთო, მაგალითად როსტომ მეფემ თავისი მეუღლის მარიამ დადიანი იყო. მის მხლებელს გიორგი ანჩაბაძეს, ანუ გიორგი აფხაზ უბოძა ვაჩნაძის მამული და ამის შემდეგ მას იქ უწოდეს აფხაზიშვილები წარმოშობის მიხედვით, ეთნოტომობრივი კუთვნილების მიხედვით. ესე იგი გიორგი აფხაზი, ეს წარმოშობით აფხაზი იყო და აქედან ჩაეყარა საფუძველი აფხაზიშვილების საგვარეულოს. ასევე არის ჩერქეზიშვილებთან დაკავშირებით მათი წინაპარი გიორგი ჩერქეზი, რომელიც თეიმურაზთან იყო, თეიმურაზის თანამებრძოლი იყო, მას უბოძა თეიმურაზ მეფემ თოხლიაურიდან მიმდებარე რამდენიმე სოფელი და იქ შეიქმნა საჩერქეზო, ჩერქეზიშვილების სათავადო. მართალი ყოფილა ბატონო. კი, ნამდვილად. მეგობრებო, დიდი მადლობა გადაუხადოთ ბატონ ბეჟანს ლექციისთვის და გვაქვს ერთი რიტუალი აღსასრულებელი ჩვენმა ადმინისტრაციამ, კავკასიური სახალხო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ განსაკუთრებით აქტიური სტუდენტები პერიოდულად დააჯილდოოს ჩვენი გამოცემებით, ძვირფასი გამოცემებით. ეხლა შეგვიძლია გავეცნოთ აი ამ სიას, ვინ არიან ისინი და მათ საჩუქრად გადაეცემათ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნები. მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის გამორჩეული გერმანული რომანი „თეთრი ვარდი“, რომელიც შთაგონების წყაროდ იქცა ბევრი გერმანელისთვის, ბრუნო ტრავენის ეს წიგნი, სხვათა შორის ავტორი დღემდე უცნობი პირი, ანუ მისტიფიკაცია ეს ლიტერატურული და არ ვიცით ვინ არის ამ კაცის უკან დამალული, ძალიან კარგი, ძველი, ესე იგი კვლევა, რომელიც შემდეგ განახლდა, დაიხვეწა და გამოიცა კავკასიურ სახლში, ეს არის ტრადიციული სამუსიკო საკრავები და ეთნოკულტურული ურთიერთობები, ქალბატონი მანანა შილაკაძის წიგნია ეს და აქვე ჩვენ გვაქვს
ცირაბარამიძის კავკასია, დროისა და სივრცის გასაყარზე და ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის დოქტორ ირაკლი ირემაძის და სხვათა ავტორობით გამოცემული წიგნი შრომის ისტორია საქართველოში. ვინ რომელ წიგნს მიიღებს, ვიცით, ქალბატონ თამარ? მანამდე თქვით თუ გნებავთ, მოვბრძანდით და მერე წავიკითხოთ. Wapso, Ziusano, Bejan. Adgabzecha, Kapqaras, Salam, Tairopso, Wasawa, Nepanibjicham, Rasono, Watabshar, Wapso. Didi Madlo, Batono, Professor, Premadel Lectis, Twis, Mobzanebis, Twis, Didi Hanya Chen, Utertobugard, Kafkasul Sartan, Quentan, all Twis interest of Homet Quentan, Shepherd, Quen Lecti, Bitcoin Saubrebi, as a Shamdek, Madlobarat Mount Elevans, Madloba Bausheps, Studentebs, Imintestrebit, Eltrames with Zanian Moklet, Mitovram. Es Utertobabi, Kartul Cherkezuli. მე არა ვარ ისტორიკოსი და ეხა ისტორიულ ჭრილში არ განვიხილავ, მაგრამ თუნდაც მე-20 საუკუნის მიჯნაზე იმდენი საინტერესო რამე მოხდა, იმდენი პოზიტივი მოხდა, ნეგატივიც იყო და ჩვენ უნდა გავიაზროთ, რა იყო ცუდი, რატომ იყო, რა საფუძველი ქონდა, რატომ მოხდა, რაც მოხდა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ეს შესანიშნავი სამეცნიერო, კულტურული თუ სხვა ურთიერთობები ქართველთა და ჩერქეზთა შორის. ეს არის დიდი მონაპოვარი ამ ორი ერისა და ეს ალბათ გვექნება საუბარი მომავალში ამაზე. დიდი მადლობა ყველას. მაშინ მივყვეთ ამ სიას, მეგობრებო, ბატონი რევაზ კოლელიშვილი. თქვენ ფილოლოგი ბრძანდებით, ამიტომ მივცეთ ბრუნო ტრავენის წიგნი ლიტერატურიდან არის, ხო? ეხა პროფესიებსაც გავიგეთ, ხო? ლაშა სულაქველიძე, თქვენი პროფესია ისტორიკოსი ხართ. მაშინ ცირაბარამიძის წიგნი, რომ ეს იმას გავეცლოთ. მარიამ შათირიშვილი, თქვენი პროფესია შემახსენეთ? იურისდიქცია, მაშინ აი შრომის ისტორია საქართველოში, აქ არის ამაზე ფაქტები. ბატონი გიორგი სეხნიაშვილი. გიორგის გავატანოთ ასევე კავკასიის შესახებ წიგნი, ხო? მადინა მაზმიშვილი. ხალბატონი მადინა ჩრდილოკავკასიურ ურთიერთობებს გაიცნობა მანანა შილაკაძესთან ერთად. ნინო ბუღაძე. თქვენი პროფესია? აი, მაშინ კარგი შესავალი აქვს ამ წიგნს გამორჩეული, ხო? ნინო ბუღაძე, ბილალ დუიშვილი. აი, აქ დროისა და სივრცის გზაგასაყარზე, ხო? ნიაკო წივილაშვილი. ნიაკომ თავისით აირჩიოს. აი ასე. ლუკა კილასონია. აი თქვენ რომანი. ელენე ხუბაშვილი. აი. ეს წიგნი ეთყობა მე დამიტოვეს ან ზედმეტი. დიდი მადლობა მეგობრებო, ხვალ 5 საათზე შევხვდებით დოქტორ ალექსანდრე ქავთარაძის ლექციაზე. ლექცია შეეხება კავკასიაში რელიგიურ მრავალფეროვნებას და ამ რელიგიური მრავალფეროვნებაში მშვიდობის იდეალის მნიშვნელობას. მშვიდობაზე დღეს საუბრობენ ბევრს, მაგრამ ნამდვილი მშვიდობა რას ნიშნავს, ამაზე ხვალ ალექსანდრე დაგველაპარაკება. დიდი მადლობა. ბარბარე კევლიშვილი გამოგვრჩენია. აი